საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად ბიბი დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. მიზეზი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობაა. 7.1%-მდეა გაზრდილი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც, უფრო მეც უკვე ვაკუმ მეზურნიშვილი მოგვიყვება. საკრედიტო სააგენტო S&P-მ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. Standard & Poor's ყურადღებას ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ამახვილებს, რის საფუძველზეც სარეიტინგო სააგენტომ 2025 წლის პროგნოზი 1.4%-ით გაზარდა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული ქვეყნის გონივრული, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საკრედიტო სააგენტომ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისათვის 5.7%-დან 7.1%-მდე, ასევე გაუმჯობესებულია მათი პროგნოზები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან მიმართებით 5%-დან 4.1%-მდე. გამოწვევების მიუხედავად მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ქვეყანაში სახეზია 8.8%-იანი ეკონომიკური ზრდა. სექტორების მიხედვით ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს მაღალი აქტივობა ტურიზმის, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. რეიტინგი განპირობებულია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდით, ვალის ზომიერი დონით, საერთაშორისო რეზერვების შევსების დინამიკით, აღნიშნულს განაპირობებს ერთი მხრივ სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, რომლის განხორციელებას საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს, მეორე მხრივ მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მესამე მხრივ მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები. ამერიკული კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო შემოდინებები საგრძნობლად გაუმჯობესდა, ხოლო ეროვნული ბანკი წარმატებით ახერხებს სავალუტო რეზერვების აღდგენას. ეს პროგრესი კი მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მდგრადობასა და გარე შოკებთან გამკლავების უნარს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია, რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სააგენტოს პროგნოზით 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.7% მშვიდობის, სტაბილურობის და სწორი ეკონომიკური რეფორმების შედეგი აშკარაა. ასე აფასებენ მმართველ გუნდში Standard & Poor's ანგარიშს. ავტორიტეტული სააგენტოს მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელ დონეზე დატოვებას ქართულ ოცნებაში სწორი პოლიტიკის გატარებით ხსნიან. ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო სარეიტინგო ორგანიზაციები აქვეყნებენ რეიტინგებს, რომლითაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა რეალურად განისაზღვრება. ასეთივე არის Standard Poor's მიერ გამოქვეყნებული, ეს არის მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანია. პროგნოზი ეკონომიკის ზრდისა თვითონ სარეიტინგო სააგენტო 5%-დან 7%-მდე გაზარდა. ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ესეც იმ სწორ პოლიტიკაზე მიუთითებს, რასაც ქართული ოცნება ატარებს. ეს ორი კომპონენტი არის იმის წინაპირობა, რომ მომდევნო წლებშიც ამ მიმართულებით ეს სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება. Standard & Poor's საერთაშორისო ფინანსური ინფორმაციისა და ანალიზის წამყვანი სააგენტო 150 წელზე მეტი გამოცდილებით, რომელიც 128 ქვეყანაში ოპერირებს და 1500 საკრედიტო ანალიტიკოსს აერთიანებს.